სიხრაშუნის ტესტი. მიუხედავად იმისა, რომ ამ კიტრს გამოცლილი აქვს ზედმეტი სითხე, მე მგონი იდეალურად ჩააბარა სიხრაშუნის ტესტი. ეს სალათი არის საოცრად არომატული, ხრაშუნა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია დაბალ კალორიული. ამ მეთოდით მომზადების შემთხვევაში თქვენი კიტრის სალათი ძალიან დიდი ხანი შეინარჩუნებს ესეთ ფორმას და არ გაუშვებს წვენს. მე მგონი ერთ-ერთი საუკეთესო სალათია ზაფხულში, როდესაც არ გვინდა რომ მივირთვათ მძიმედ და გჭირდება ცოცხალი გემოები. გამარჯობა, მე საფო ვარ და დღეს მოვამზადებთ კიტრის სალათს ბერძნული იოგურტის соусით. ყველა საჭირო ინგრედიენტი შევიძინე Libre სუპერმარკეტში, ერთ სივრცეში და ძალიან ბიუჯეტურ ფასად. დაგჭირდება 2 ცალი მოზრდილი ზომის კიტრი, რომელსაც ვაჭრით წინა და უკანა მხარეს და ვჭრით საშუალო ზომის რგოლებად. არ დაჭრათ ძალიან თხლად, წინააღმდეგ შემთხვევაში კიტრი დაკარგავს ფორმას. აი დაახლოებით ამ სისქეზე უნდა დაჭრათ კიტრი. დაჭრილ კიტრს ვათავსებ თასში, შეგიძლიათ პირდაპირ საწურში მოამზადოთ, მაგრამ მე ესე მირჩევნია ხოლმე, რომ მარილი თანაბრად გადავანაწილო და ვაყრით მარილს. შემდეგ ავიღებ კოვზებს და კარგად ამოვურევ, რომ მარილი თანაბრად გადანაწილდეს კიტრზე. ამ დროს უკვე დაგჭირდება საწური. გადავგვაქვს მარილმოყრილი კიტრი საწურში, ჩავდგავ თასში და ვაჩერებთ ამ მდგომარეობაში დაახლოებით 20-30 წუთი. სანამ კიტრს ვაყოვნებთ, მანამდე მოვამზადოთ соуსი სალათისთვის. აქ მაქვს 1 სუფრისკოვზი კრემყველი, იმისთვის რომ ჩვენი соуსი უფრო საინტერესო ტექსტურის გავხადოთ. ასევე დაგჭირდება соуსის მთავარი გმირი, ბერძნული იოგურტი და მე გამოვიყენებ კრიგრის ბერძნულ იოგურტს, რომელიც შევიძინე Libreში. იოგურტსაც გადავიტან თასში. ვამატებ ზეითუნის ეტს, მარილს გემოვნებით და შავ დაღერღილ პილპილს გემოვნებით. ვამატებთ წვრილად დაჭრილ კამას, ცოტა ლიმონის წვენს და ბოლოს ვახეხავთ ან ვაჭყლიტავთ ერთ პატარა კბილ ნიორს. კარგად ვაერთიანებთ მასას და ჩვენი соуსის სალათისთვის მზად არის. შევინახოთ ცალკე და მივუბრუნდეთ კიტრს. კიტრი დავაყოვნე ზუსტად 25 წუთი. აი ესე გამოიყურება. მინდა განახოთ რამდენი სითხე გაუვიდა. ეს სითხე სულ სალათში იქნებოდა. ამარ მიგვემართა ამ მეთოდისთვის. ვიღებ დაფას და სამზარეულოს ხელსახოტს, რომელსაც ესე რამოდენიმე ფენად ვაფენ დაფაზე. უბრუნდები კიტრს, ამოვიღებ, დავაფენ. კიდევ ძალიან ბევრი სითხე აქვს დარჩენილი. ესე ვანაწილებ ხელსახოცის ზედაპირზე. შემდეგ კი კიდევ აი ერთი ხელსახოცის დახმარებით დამატებით აი ესე ვამშრალებ. ამ მეთოდით მომზადებული კიტრის სალათი არ გაგიწყალდებათ და იქნება ძალიან ხრაშუნა და გემრიელი. არ მოსრისოთ ხელი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგავს კიტრი ფორმას. აი კიდევ რამდენი სითხე გაუვიდა. მშრალი კიტრი გადამაქვს თასში და ვიმეორებ იგივეს მოჩენილ კიტრზე. კიტრი მზად გვაქვს, ვამატებთ თხლად დაჭრილ წითელ ხავს და соуს. კარგად ვურევთ. გადაგვაქვს სალათის სასურველ ჭურჭელზე, ვაყრით ზემოდან ცოტა წვრილად დაჭრილ კამას და უმარტივესი საზაფხულო კიტრის სალათიც მზად გვაქვს. ყველა საჭირო ინგრედიენტის შეძენას შეძლებთ Libre სუპერმარკეტში. მოამზადეთ და გამიზიარეთ როგორ მოგეწონებათ.